მოგესალმებით, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, რეიკის სისტემის ტრენერი და მასწავლებელი. და ამ ვიდეოში, ამ ლაივში მინდა მიმოვიხილოთ თუ როგორ გამოვაჯანსაღოთ ჩვენი ჩაკრების მუშაობა. წინა ლაივებში, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ, განვიხილეთ სათითაოდ 7-ვე ჩაკრა. ასე ვთქვათ, რაზე მოქმედებს, რა ფუნქცია აბარია ყოველ ჩაკრას, ცალკე აღებულს და როგორ მივხვდეთ, ასე ვთქვათ, რა ნიშნებით მივხვდეთ, იქნება ეს ჯანმრთელობის დარღვევები თუ სოციალური ცხოვრების დარღვევები, როგორ მივხვდეთ, რომ შესაბამისად ამა თუ იმ ჩაკრაში გვაქვს დარღვევა. ამიტომ გთხოვთ თუ შეიძლება კომენტარებში დაწერეთ პლუსი იმათ ვინც ხართ რეიკის პრაქტიკოსები. ანუ გავლილი გაქვთ როგორც მინიმუმ პირველი საფეხური მაინც. ძალიან კარგი. ანუ იმისთვის რომ ჩვენი ჩაკრები მოვიყვანოთ ნორმალურ მდგომარეობაში, პროტოკოლი, ანუ თვითონ რეიკის სეანსი არის ძალიან მარტივი სინამდვილეში. მინიმუმ ის გრძელდება 21 წუთი, მაქსიმუმ შეიძლება გაგრძელდეს 1 საათამდეც კი, ამიტომ სანამ დაიწყებთ ასე ვთქვათ რეიკის პრაქტიკას, დარწმუნდით რომ გაქვთ საკმარისი რაოდენობის დრო. ვაკეთებ ძალიან მარტივად, შევდივართ, ასე ვთქვათ, იმ მდგომარეობაში, როდესაც ვააქტიურებთ რეიკის, ვააქტიურებთ ჩაკრების გამოჯანსაღების მიზნით. შემდეგ, ასე ვთქვათ, მივდივართ ქვემოდან ზემოთ. ქვემოდან ზემოთ რას ქვია? ესე იგი, ჯერ პირველი ჩაკრა, მერე მეორე, მერე მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, ხო? აი ამ მიმართულებით აღმავალი ნაკადით მივდივართ ზემოთ. თანდათანობით ჩვენი ვიბრაციები ხდება სულ უფრო და უფრო მაღალი. ესე იგი, ჩაკრებს ვამუშავებთ ორივე მხრიდან, წინა მხრიდანაც და უკანა მხრიდანაც. შესაბამისად, ერთ ხელს ვიდებთ ჩაკრის წინა მხარეს, მეორე ხელს ვიდებთ ჩაკრის უკანა მხარეს, ხო? თუ მაგალითად ეს არის ზურგზე, იქ სადაც აი ასე ხელს ვერ ვადებთ, შეგიძლიათ მიატრიალოთ ხელი და ასე ვთქვათ, საპირისპირო მხრით დაიდოთ უბრალოდ. არანაირი პრობლემა არ არის ამ შემთხვევაში. ესე იგი, თითო ჩაკრაზე ხელი გვიჭირავს მინიმუმ 3 წუთი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაცა ჩაკრაში გვაქვს რაიმე დარღვევა და ხვდებით, რომ მას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ, ორმაგი დრო გააჩერეთ ხელები, 6 წუთი. თუ გიდევთ ხელები ჩაკრაზე და გრძნობთ, რომ ის ითხოვს კიდევ ენერგიას, ანუ ენერგიის ნაკადი არ გაჩერდა, კიდე 3 წუთი მიამატეთ, საშუალოდ მიდის ხოლმე 6-დან 12 წუთამდე. შეიძლება უფრო მეტი დროს დაჭირდეს და გედოთ ხელი. აი ესე ავდივართ ქვემოდან ზემოთ და როდესაც ვიწყებთ ასე ვთქვათ, ჩაკრების გამოჯანსაღების პროცესს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში, ანუ მინიმუმ 21 დღე, შეიძლება მეტიც. როგორ მივხვდეთ, რომ მეტიც? იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ჩაკრები გადასარევად მუშაობს და ასე ვთქვათ, აღარ საჭიროებს მაინდა-მაინც დიდ ინტენსიურ ჩარევას, ხო, როდესაც ხელი გვიდევს ამა თუ იმ პოზიციაზე 3 წუთი, ვერ გრძნობთ, რომ რაღაცა დიდი სიჩქარით ან დიდი რაოდენობით ენერგია მოდის, ხო? არ არის დეფიციტური. და იმ შემთხვევაში, თუ მაინც არის რაღაცა ადგილები დეფიციტური, ხო, ესე იგი ვაგრძელებთ 21 დღეზე მეც. ამ შემთხვევაში, პირველი რამდენიმე დღე, როდესაც ვიწყებთ რეიკის მეშვეობით ჩაკრების გამოჯანსაღებას, შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს ფიზიოლოგიური ნეგატივი, რომელიც ვლინდება, ასე ვთქვათ, სხვა სიმპტომებში. ორგანიზმმა შეიძლება ძალიან ინტენსიურად დაიწყოს გაწმენდითი პროცესები, შეიძლება ასე ვთქვათ, რაღაცა მიძინებული ქრონიკული პროცესები გადავიდეს აქტიურ ფორმაში,
სანამ, ასე ვთქვათ, საერთოდ გათავისუფლდებით, ხანდახან არის ხოლმე, რომ ქრონიკულიდან გადადის აქტიურში და მერე საერთოდ ხდება რემისია და ეს დაავადებების სიმპტომები ქრება. ეს რაც შეეხება ჩვენ ფიზიოლოგიას, ხო? შეიძლება ამა თუ იმ ჩაკრასთან შესაბამისობაში მყოფი სოციალური სფეროს ასე ვთქვათ, მომენტებიც წარმოიჭრას, ხო? მაგალითად, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, გაიხანი არ გვინახავს, ან რაღაცნაირად მათი ამბები გავიგოთ, ან დაარეკონ, ან მოგწერონ. შეიძლება რაღაცა საქმიან მომენტებში მოხდეს რაღაცა გადათამაშებები, მოკლედ ერთი უნდა გვესმოდეს. როდესაც ჩაკრები მოყვავს ნორმაში, აი მთელი ამ 3 კვირის განმავლობაში ის პერტურბაციები, რაც ხდება, ის გადათამაშებები, რაც ხდება, მიიღეთ ეს ნორმალურად. აცალეთ რეიკის, რომ გადაალაგოს, ასე ვთქვათ, მოვლენათა რიგი ისეთნაირად, რომ როდესაც ეს პროცესი დაალაგდება და ასე ვთქვათ, ისე დასტაბილურდება, მიიღოთ უფრო მაღალი დონის ხარისხის ცხოვრება. აი ესე ვიტყოდი. პრინციპში ჩაკრებთან მუშაობაზე შეიძლება ილაპარაკო ძალიან ბევრი, მაგრამ ძირითადი არის ეს, ხო? შემდეგ ვიდეოში რაც რამდენად აქტუალურია თქვენთვის, თუ არის აქტუალური, თუ შეიძლება მომწერეთ კომენტარებში ახლა, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩაკრების გამოჯანსაღებით, ჩაკრებზე მუშაობით, რეიკის მეშვეობით გავაუმჯობესოთ ჩვენი ფინანსური წარმატებულობა, მაგალითად, ხო? იმიტომ რომ აქაც არსებობს გარკვეული შაბლონები, გარკვეული პროტოკოლები, გამომდინარე იქიდან თუ თქვენს ფინანსურ სიტუაციაში ცხოვრებაში რა ხდება. საერთოდ, ასე ვთქვათ, ცუდი სიტუაცია გადარჩენისთვის იბძვით, გადარჩენისთვის არ იბძვით, მაგრამ მაინდა-მაინც კომფორტსაც ვერ დაარქმევთ. თუ რაღაცა დიდ პროექტებზე ხართ შეჭიდებული, რაღაცა უფრო შემოქმედებითი თვითრეალიზებით ხართ დაკავებული, ასე ვთქვათ, ვიდრე გადარჩენისთვის ბრძოლით, ხო? აქედან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა მიდგომები და სხვადასხვა მუშაობის სქემები და პრინციპები. თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა ჩაკრებთან დაკავშირებით, რეიკისთან დაკავშირებით, კი ბატონო, გისმენთ, მომწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ სიამოვნებით. სანამ წერთ შეკითხვას, შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში 10-დან 6-მდე გვაქვს რეიკის პირველი საფეხურის ტრენინგი. იმისთვის, რომ მასზე ჩაეწეროთ, შეგიძლიათ მომწეროთ ჩემი page-ის, ანუ უსვი რეიკის ონლაინ სკოლა, აი ამ page-ის პირადში და დაგარეგისტრირებთ აუცილებლად. შეგიძლიათ სულ ინფორმაციას ზუსტად აი ამ page-ზე გაეცნოთ. ანუ საინტერესო შეკითხვაა, რომ პირველ და მეორე ჩაკრას ვამუშავებო 21 დღის განმავლობაში, 2 კვირის განმავლობაშიო და სხვების დამუშავება რომ დავიწყო, მიუბრუნდე იმათ თუ არა. მე გირჩევით, რომ 21 დღის განმავლობაში გააკეთოთ სრული ქვემოდან ზემოთ 7-ვე ჩაკრაზე, უბრალოდ ის ჩაკრები, რომლებიც დაამუშავეთ და ობიექტურად გრძნობთ, რომ აღარ ითხოვს ენერგიას, იქ 3 წუთი გააჩერებთ, უბრალოდ ხელებს და სულ ეგ არის. როდესაც ქვედა ჩაკრები მოდის ნორმაში, ანუ მესამე, მეორე, პირველი, ასე ვთქვათ, მატერიალური ამბები ლაგდება ცხოვრებაში, მატერიალურში გულისხმობ ფინანსური დამოუკიდებლობა, პირად ცხოვრება, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. როდესაც ზედა ჩაკრები მოდის ნორმაში, მთელი თქვენი პოტენციალი იხსნება სულის სისავსით. თქვენი ნიჭიერება, შეიძლება საინტერესო უნარები, ასე ვთქვათ, გააქტიურდეს ის, რაც თქვენში ყოველთვის იყო. მაგრამ არ იცოდეთ ამის შესახებ, იმიტომ რომ რეიკის პრაქტიკა ხელს უწყობს ადამიანში უკვე არსებული პოტენციალის, ასე ვთქვათ, გახსნას, გაფუჭკნას და მის რეალიზებას. იმიტომ რეიკის მეშვეობით შეიძლება გამოვაჯანსაღოთ როგორც სხეული, ისე მოვლენათა რიგი ჩვენ ცხოვრებაში. ანუ პირობითად რომ ვთქვათ,
ცხოვრების სცენარი, ანუ ბედი. ერთსა და მეორე შემთხვევაშიც გადასარევად მუშაობს და ჩაკრებს ამასთან აქვს ზუსტად პირდაპირი კავშირი. ირმა თუ მარტო პირველი საფეხური გაქვთ გავლილი, დისტანციურად ვერ დაეხმარებით. ამისთვის საჭიროა მეორე საფეხური ზუსტად. რომ მეორე საფეხურზე ხდება იმ უნარის ათვისება, რომ ენერგია გადავცეთ სივრცეში და დროში. და ასე დაამგვარად ვერ. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვერ დაეხმარებით. იქ სადაც ცხოვრობს თუ არსებობს და ყველგან არის პრინციპში რეიკის პრაქტიკოსები და მიმართოს და არ მგონია რომ რაღაც პრობლემა იყოს. საინტერესო კომენტარი. მიღების და გაცემის ბალანსზე რომ გვასწავლეთ, პირველ საფეხურზე ახლა ერთი თვის მერე გამოჩნდა ნათლად რაღაცეები, გავაცნობიერე ბევრი რამ. არც ისე სასიამოვნო, თუმცა ალბათ ესეც საჭიროა ხანდახან. კი ბატონო, შეგიძლიათ გააგრძელოთ პრაქტიკა იმ მიზნით, რომ ასე ვთქვათ, მიღება და გაცემა დაბალანსდეს თქვენ ცხოვრებაში. ანუ იქამდე აკეთოთ, სანამ არ გასწორდება ეს რაღაცები. კი ბატონო, სხვა ჩაკრებზე შეიძლება სხვადასხვა დრო დაგჭირდეს. ზოგან 3 წუთი, ზოგან შეიძლება 20 წუთი დაგჭირდეს. ანუ მინიმუმი 3 წუთი, მაქსიმუმში შეზღუდულები არ ხართ. თუ გრძნობთ, რომ საჭიროებს, ასე ვთქვათ, ეს ჩაკრა მეტ ყურადღებას დაუთმეთ მეტ ყურადღებას. ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ ჩაკრების სეანსი უფრო სწრაფია, ვიდრე თავიდან ფეხებამდე სრული სეანსი. მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, შეიძლება რომელიღაცა ჩაკრამ მეტი დრო მოგთხოვოთ და ამიტომ დათოვეთ რაღაც 1 საათი დრო. კიდე ერთი მომენტი მნიშვნელოვანი. როდესაც სრულ სეანსს ვიკეთებთ თავიდან ფეხებამდე, ჩაკრები თავისით ვლაგდება და მოდის წყობში, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ჩაკრების სეანსი, ცალკე ჩაკრებზე მუშაობა ვაკეთებთ მაშინ, თუ არ გვაქვს მაგალითად საათნახევარი, რომ თავიდან ბოლომდე დავუყვეთ და ვაკეთოთ სრული პრაქტიკა. სულ ეს არის და ეს. კეთილი და პატიოსანი. აბა, თუ დაგვრჩება რამე შეკითხვა კომენტარებში, კი მომწერთ ამ ვიდეოს ქვეშ. შეგახსენებთ 15-ში ვიწყებთ აგერ 3 დღეში რეიკის პირველი საფეხურის ახალ ნაკადს, ახალ ტრეინინგს. ხო და ვისაც გსურთ, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში ჩემს პეიჯზე უსუი რეიკის ონლაინ სკოლა. მოგისურვებთ სასიამოვნო საღამოს და კარგად.